ტრამპის და პუტინის სი ძინპინთან ვიზიტებიდან რამდენიმე დღეში ვრცელდება ინფორმაცია ისრაელ-ამერიკა-ირანის ომის 60-დღიანი ზავის შესახებ. აქსიოსის მიხედვით ამერიკა ხსნის ჰორმუზის ბლოკადას, აპირებს გაყინული თანხები გაუცოცხლოს ირანს, აუქმებს სანქციებს და მინიმუმ 2 თვე ირანი თავისუფლად გაყიდის ნავთობს, ანუ აღარ დაჭირდება ჭრილოვანი გემებით ვაჭრობა. სანაცვლოდ ირანიც ხსნის ჰორმუზის სრუტეს. გაასუფთავებს სრუტეში ჩაყრილ ნაღმებს და სიტყვიერ პირობას იძლევა, რომ არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს. ნავთობის ფასი ნელ-ნელა ეცემა, ბაზარი მშვიდობას ელის, მაგრამ ტრამპი ამბობს არსად გვეჩქარებაო. თუმცა ყველა კმაყოფილი არ არის. სენატორები კრუზი, უიკერი და გრეჰემი აკრიტიკებენ. კატასტროფული შეცდომაა, ომი ამაო იყო. ნეთანიაჰუ 18 საათის მერე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას და თქვა: ნუ გეშინიათ, გავლილი მაქვს ტრამპთან, რომ შეთანხმება ბირთვულ საფრთხეს უნდა ფარავდეს. მაგრამ იერუსალიმ პოსტს ოფიციალური პირები ეუბნებიან: ცუდი შეთანხმებაა, არ ფარავს არც ჰეზბოლას, არც ჰამას და არც სარაკეტო პროგრამებს. ისრაელი შეშინებულია, რომ შეთანხმება შეზღუდავს მის გავლენას რეგიონში. აქსიოსი საიდუმლო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის უმძიმესი და უკიდურესად დაძაბული სატელეფონო საუბარი შედგა. წყაროს თქმით, ამ ზავის პირობების გაგების შემდეგ ბიბი ნეთანიაჰუს თმები ყალყზე დაუდგა. ისრაელის ელჩმა ვაშინგტონში სასწრაფოდ დაიწყო ამერიკელი კონგრესმენების ფეხზე დაყენება, რადგან ისრაელი შოკშია ტრამპის ასეთი დათმობებით. ირანი კიდე გვაფრთხილებს, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს შეთანხმების ჩასაშლელად. და სანამ კულუარებში საქმეებს არ ყვევენ, ამასობაში ისრაელმა დაიწყო სპეცოპერაცია ლიბანში და დარტყმებს 31 ადამიანი შეეწირა. რეალურად, როგორც ირანი ამბობს, ბირთვული საკითხი 60 დღის შემდეგ განიხილება და არანაირი გარანტია არ არის, რომ ამერიკა შეასრულებს ამ პირობებს. და მართლაც, ზავი უკვე დაირღვა. ამერიკამ ახალი საჰაერო დარტყმები მიიტანა ირანზე. საპასუხოდ გუშაქთა კორპუსმა RQ-4 დრონი ჩამოაგდო. ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ჰამენეი აცხადებს, რომ უკან არ დაიხევენ. ანალიტიკოსები ამას თაფლის მახედ მიიჩნევენ. ვაშინგტონს სურს ირანის სარდლობა სამალავებიდან გამოიტყუოს ფიზიკური ლიკვიდაციისთვის. ამის ფონზეც ირანისთვის სასურველი გემები გადიან სრუტეში. მხოლოდ გუშინ 25 კომერციული გემი და ტანკერი გაატარეს. შუამავლობას პაკისტანის პრემიერი კი სრულობს. პეკინში ჩავიდა და საქმეების სწორი მიმართულებით მიდის. ეს ის პაკისტანია, რომელიც ერთდროულად არის ჩინეთის მჭიდრო პარტნიორი, ამერიკის რეგიონული პარტნიორი, ირანის მოკავშირე, ინდოეთის მთავარი მოწინააღმდეგე და აწუყვე საუდის არაბეთის ატომური ქოლგა. მოკლედ დაგაბნიეთ, მაგრამ მართლა ასეთი ქვეყანაა და ამაზე ვრცელ ვიდეოს მოგიმზადებთ. რომ დაუბრუნდეთ ადგილს, საიდანაც ეს პროცესები დაიძრა, ტრამპმა სისთან წაიყვანა